საღამოშვიდობისა, ლაიფციგის წიგნის ფესტივალზე ქართველი მწერლები უკვე მეორედ მიემგზავრებიან. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ წიგნის ბაზრობაზე ეროვნულ სტენდს ორგანიზებას კულტურის სამინისტრო გაუწევს. ვინ მიემგზავრება გერმანიაში და რა წიგნებს გაეცნობა საერთაშორისო მკითხველი, შორენა კოპალეიშვილი მოგითხრობთ. ლაიფციგში, ეგრეთ წოდებულ წიგნების ქალაქში, წიგნის საერთაშორისო ბაზრობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მკითხველსა და ავტორებს წელსაც გააერთიანებს. უკვე მეორედ ეროვნული სტენდით ამ სივრცეში ადგილი ქართული წიგნებისთვისაც გამოიყო. ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე კულტურის სამინისტროს ინიციატივით არაერთი ოფიციალური შეხვედრა იგეგმება, რაც სხვა ქვეყნებში საქართველოს სტენდის გამოჩენის საფუძველი გახდება. ჩვენ გეგმავთ ალბათ კიდევ უფრო სხვა იდეებიც მან დაიბადება, რომ ჩვენ გვინდა მივიღოთ სხვა ბაზრობებზეც მონაწილეობა, სადაც ჯერ ჩვენ წარმოჩენილი არ ვიყავით. ეგ იქნება ალბათ ლონდონის ბაზრობა, ნახავთ აზიური ბაზარი როგორი არის წიგნის, ეს ხშირად დუბაიში იმართება ხოლმე და ძალიან კარგი და ძალიან მასშტაბური ბაზრობა წიგნის და ასევე კიდევ საინტერესოა ჩვენთვის ჩინეთის ბაზარი. იქაური ბაზრობა და ასე რომ გვინდა როგორც ევროპას გავაგონოთ, ვინა ვართ, რანი ვართ, რა გვიწერია და რას ვაკეთებთ, რას ვწერ, ასევე აზიასაც. ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა აქცენტს ყოველთვის ავტორზე და მკითხველზე აკეთებს. 7 ქართველი ავტორი ლიტერატურულ სალონებსა და წიგნის ბაზრობაზე მილიონობით სტუმარს საკუთარ შემოქმედებას გააცნობს. ჩვენ მიყავს დაახლოებით 7 მწერალი, მათ შორის 4 ქალბატონი და 3 მამაკაცი მწერალი. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცემა, რომელიც 2012 წლის ბოლოს გამოვიცა გერმანიაში, ფრანკფურტის ერთ-ერთ ძალიან ცნობილ გამოცემაში, ეს გახლავთ ქართველი ქალების ანთოლოგია, სადაც შესულია 7 ქართველი ქალი მწერალი. და სწორედაც რომ თამთამელაშვილი, ეკატო გონიძე, ანა კოძაია სამადაშვილი და ნინო ხარატიშვილი ამ წიგნის პრეზენტაციის ფარგლებში ჩადიან ლაიფციგში, რათა უშუალოდ გასცევ პასუხები გერმანულ მკითხველს თავიანთი ნაწარმოებების შესახებ. ეს გახლავთ 7 ქართველი ავტორი ქალბატონის მოთხრობები, ჩემი ტექსტებიდან შესულია მცირე რომანის სხვა გზა და დაგეგმილია არაერთი საინტერესო შეხვედრა. იქნება ეს უცხოენოვან მკითხველთან თუ უბრალოდ ჟურნალისტებთან და კრიტიკოსებთან. პრეზენტაციები, შეხვედრები და ლიტერატურული საღამოები 14-დან 17 მარტის ჩათვლით 9 მილიონიანი ქალაქი, რომელიც ამ დღეებში ყველაზე ხალხმრავალი ხდება, გამომცემლებებსა და ავტორებს საშუალებას მისცემს ქართული ლიტერატურით ევროპა დაიპყრონ.